ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმის თუ რა ძალა აქვს ფეხბურთს არის ის დღესასწაულები, რომელიც ეწყობა ფეხბურთში ნაჩვენებრივი წარმატებული შედეგების შემდეგ. Დავიწყოთ უფრო მასშტაბური თუ ვთქვათ არგენტინის მაგალითით, როცა 2022 წლის 18 დეკემბერს დასრულდა ის ძალიან ბევრწლიანი მშრალი სერია და არგენტინამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 5 მილიონი ადამიანი გამოვიდა ბუენოს-აირესში, 5 მილიონი ადამიანი იყო ყველაზე ბედნიერი და დანარჩენი 35 არ ვიცი სახლში ზეიმობდა. თუმცა აი ამის ვიზუალიზაცია და ნახვა თუ როგორ გამოვიდა ამ რაოდენობის გულშემატკივარი. გარეთ ცოტა სიგიჟე ფაქტია, იმიტომ რომ მაშინ ამის სახელით მოვლენა, რომელსაც 5 მილიონი ადამიანი ერთბაშად გარეთ გამოუვანია. თუმცა ძალიან შორს რო არ წავიდეთ და ბუენოს-აირესში რა ვიმოგზაუროთ ფეხბურთის როლი საზოგადოებაზე, მე მგონია რომ ჩვენ შემთხვევაში კიდევ უფრო კარგად ჩანს. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად პირველად ჩვენ ისტორიაში მივიღეთ 26 მარტი და შესაბამისად მე ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა რომ ხა იუბილე ახლოვდება მაგის. ვთქვა რომ ასეთი ბედნიერი ქვეყანა არ მინახავს საერთოდ.